გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. რამდენიმე წუთი წამი უпроსორად დაველოდოთ, სანამ დავიწყებ ჩემს ვიდეო მიმართვას, შემოგვიერთდებიან Facebook-ში ჩვენი მეგობრები და გავაგრძელებ ჩემს ვიდეო ჩართვას. კარგი, დავიწყოთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა თუ რა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. თუმცა აუცილებელია რეაბილიტაციის თითოეული ეტაპისა და დეტალების შესახებ საზოგადოებას კონდეს სრული ინფორმაცია, ამიტომ არ დაგზარდებით და ყოველთვის მოგაწვით ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით ადგილზე, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირის მოვლა-პატრონობა და განვითარება მხოლოდ მუნიციპალური ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის, მე მგონი ამაზე ყველავთან ხვდებით. აქ საუბარია გამზირზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. რუსთაველის გამზირი ჩვენი დედაქალაქის სახეა და არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერების, არამედ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური, ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლით არ შემოვიფარგლებით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზირებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას და ყველას ვაჩვენეთ თუ რა მდგომარეობაა დღეს მიწისქვემოთ, როგორ გამოიყურებოდა არსებული ინფრასტრუქტურა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებით შეზღუდვა. ამის გამო თითოეულ მათგანს მინდა ბოდიში მოუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მოთმინებისთვის. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს, რადგან სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილის რთული პერიოდი ექნება. ამიტომ მინდა თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება. ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და რა თქმა უნდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენ მაქსიმალურად მუშაობთ ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შესაძლების და გვარად შევამციროთ ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეებს წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. მაგრამ მინდა გულწრფელად ვთქვა, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქში საერთოდ ქალაქმა ვერ იგრძნოს დისკომფორტი, უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ რამდენიმე მთავრობის თომაზე ამაზე ვისაუბრე და გავაკეთე აქცენტები. ამიტომ ჩვენი თხოვნაა ორი თვის განმავლობაში ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის მანძილზე ყველანი ვიამაყებთ. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და განახლებული რუსთაველის გამზირი იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს დედაქალაქს. მანამდე მინდა მოგაწოდოთ ასევე ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ადგილზე ვიმყოფებოდი და მქონდა ჩართვა საზოგადოებას უთხარი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ მონაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის
ქვედა სამუშაოები დასრულებული იქნება, გადაადგილება იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები სრულყოფილად და საბოლოოდ იქნება დასრულებული, უბრალოდ იმისთვის, რომ გადაადგილება იყოს ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესაძლებელი ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართამდე სექტემბრის 10 რიცხვისთვის ეს შესაძლებელი იქნება. პარალელურად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამუშაოებს ტროტუარების მოსაწყობად, გაგრძელდება სამუშაოები და შემდეგ საბოლოოდ მეორე ფენა ასფალტი დაიგება ერთიანად, თუმცა მანამდე გადაადგილება იქნება შესაძლებელი და ეს რა თქმა უნდა იმ დისკომფორტს, რომელიც იქნება სექტემბრის თვეში გარკვეულწილად შეამსუბუქებს. თქვენ როგორც იცით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი სერიოზული ხელი შემცვლელი ფაქტორი უამინდობაა, თუმცა იმ დღეებშიც კი, როდესაც თბილისში ინტენსიურად წვიმდა, სამუშაოები ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით კიდევ ერთხელ და მადლობა გადაუხადო კონტრაქტორი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს და კარგად აცნობიერებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასევე მადლობას ვუხდი თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან იმ ადამიანებს, რომლებიც პირადი კომუნიკაციით თუ სოციალურ ქსელებში ინტერესდებიან სამუშაოების მიმდინარეობით და გულში მატკივრობენ ამ პროექტს. ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხის გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას. დღეს გვიწევს დროებით დისკომფორტის სატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილის ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს კიდევ უფრო დაამშვენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე, რა თქმა უნდა, გაივლის და ჩვენ დაგვჭება განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული, ყველანაირად გალამაზებული და როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ყველა თითოეული თბილისელი იამაყებს აღნიშნული პროექტით. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენ შემდეგ დღეების განმავლობაში კიდევ ვისაუბრებთ სამუშაოებთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიდის, რა კეთდება, რა ეტაპზე ვართ, რა გამოწვევებია და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. აბა დროებით.